კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი ჩიმაევი ისევ საქართველოშია, ამჯერად სამეგრელოში. კადრები სოციალურ ქსელში თავად მსოფლიო ჩემპიონმა გამოაქვეყნა, სადაც სტუმრები სოფელ თორსში ფერარის მარკის სპორტულ მანქანებს მოძრაობის წესების დარღვევით ატარებენ. კადიროველები საქართველოში რომ პრივილეგიებით სარგებლობენ, ამაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ პირად გვერდზე წერს. წარმოუდგენელი უტიფრობა და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოხდეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა, თუ კადიროვობა ინდულგენცია. ნაცვლად იმისა, რომ კალაძეს ეპასუხა, რატომ არიან მოსკოვთან დაკავშირებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე ხელშეუხებლები და რატომ არ ვრცელდება მათზე კანონი, მერი თავს სალომე ზურაბიშვილს დაესხა. მოძრაობის წესების დარღვევაზე კითხვა, რომ ალბათ მათ პატრული დააჯარიმებს. სალომე ზურაბიშვილი ხო ვიცით ჩვენ რაც წარმოადგენს, არის აკაცუკების ერთ-ერთი მაგრამ ფაქტი არის და შემიძლია ეს კადრები გაჩვენოთ სამოძრაო წესებს არღვევს თქვენი მეგობარი და ხელშეუხებლობით სარგებლობს თუ არა ამას გეკითხებით. ხამზა ჩიმაევი ქვეყანაში სავარაუდოდ კახი კალაძის მოწვევით ჩამოვიდა. მისი სტუმრობა საეჭვო დაემთხვა კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიას. მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან თავად ავრცელებს ვიდეოს, სადაც კალაძე და კადიროვის მეგობარი ერთად თბილისის ერთ-ერთ საავტომობილო ცენტრში იმყოფებიან. ვიდეოში ჩანს, რომ ჩეჩენ სპორტსმენს დედაქალაქში საჩუქრად ძვირად ღირებული ავტომობილი ფერარი დაახვედრეს. კალაძე ჩიმაევს ვიდეოს სათაურში ძმად მოიხსენიებს. ნაჩუქარი ფერარის ღირებულება დაახლოებით $300,000 შეადგენს. ინფორმაციას, რომ იტალიური წარმოების სპორტული ელიტური მოდელის ფერარი ჩეჩენ სპორტსმენს კალაძე მაჩუკა დღეს მერმა უარყო. ეს ავტომობილი აჩუქეთ თუ არა თქვენ ვიდეოში რო ჩანს ფერარია ხო თუ არ ვცდები? აი რა თანხით თქვენი პირადი თანხა გამოყავით თუ ბიუჯეტის? მაგა რაღაცას მოგიყვებით, ეხლა ოღონდ სრული სიმართლე არის, გულწრფელად გეუბნებით, საბა მიქავა ხო იცით. ვინც ფლობს ავტოსალონს ფორცა თბილისი და სხვათა შორის საბას ავტომობილი იყო წალენჯიხაში, როდესაც ვიმყოფებოდით და მე დავჯექი რაღაცა 10-15 წუთით მანქანას. ბიჭმა იშრომა, იწვალა რაღაც გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ აღნიშნული მანქანა ეყიდა. ფერარი მყავს ხედულობაში, ის ლურჯი ფერარი. სულ რაღაც 10 წუთით დავჯექით მანქანაზე, მე დავჯექი საჭესთან და თქვენ და თქვენი წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ავტომობილი იყო ჩემი. მე არ ვსაუბრობდი ამას ბატონო. აი რაღაცას გიყვებით. ოღონდ სიმართლე არის, აი გულწრფელად გეუბნებით რა. შემდეგ როდესაც ჩიმაევი ჩამოვიდა საქართველოში, ბიჭმა იწვალა, რაღაცეები შეაგროვა, გააკეთა, რომ ავტომობილი ეჩუქებინა ჩიმაევისთვის თავის მეგობრებთან ერთად, აჩუქა ეს ავტომობილი და ყველამ დაიწყო საუბარი, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბოლოს ადგა საბა გაღიზიანებული, გაბრაზებული, ბიჭმა ამდენი იშრომა, ამდენი იწვალა და ყველაფერზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო პირობითად ფერარის ყოლა, თქვეს, რომ კახასიაო. მანქანა აჩუქა, კახა მაჩუქაო და გამოვიდა და თქვა, რომ ჩემს ბედს აღარ გავაგზავნებ. ოღონდ სიმართლე არის, არ ვიტყუები. გავრცელებული ცნობით საბა მიქავა წალენჯიხაში კრიმინალური ავტორიტეტის შვილია და საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა. თბილისში რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორის შპს Wellness Primes თანაბარი წილებით მომღერალ ეკა კახიანიშვილ ანასტასია თოფურიძესთან ერთად. თბილისის მერი არ მალავს, რომ პუტინის მარჯვენა ხელის რამზან კადიროვის მეგობართან თავადაც მეგობრობს. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩიმაევის საქართველოში ხშირი სტუმრობა სალაპარაკო თემა იყოს. ხამზათთან მეგობრობ უკვე დიდი ხანია, ის წარმატებული სპორტსმენია, ძალიან უყვართ საქართველოში. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, თბილისში იყო, ასევე სხვადასხვა რეგიონში. სამეგრელოშიც იყო წასული, მე მგონი თვითონაც დადო რაღაც თორები და რა მიზნით ჩამოვიდა ამჯერად საქართველოს. ძალიან უყვარს ქართველები, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ბევრი მეგობარი ყავს საქართველოში. როგორც ირკვევა, ფერარის მარკის პრესტიჟული ავტომობილები თბილისის მერთან დაახლოებულ პირს საბა მიქავას ეკუთვნის. სწორედ მისი ავტომობილით გამოჩნდა კალაძე ცოტა ხნის წინ წალენჯიხაშიც. თავად UFC-ს ჩემპიონს კი არაერთხელ მიუღია ძღვენი პირადად რამზან კადიროვისგან. ბოლოს აგვისტოში მაიბახის მარკის ავტომობილით დასაჩუქრდა, რომლის ღირებულება $200,000 აღემატება.